იმყოფება დიდთოვლობის ქარბუქის და ზღვასაშიშროების გამო საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისთვის რთული ვითარებაა მცხეთა-მთიანეთში, ნინოწმინდაში, მესტიასა და ტყიბულში. ამ მონაკვეთებზე მოძრაობა თითქმის მთლიანად აკრძალულია. სპეციალური სამსახურები გზის გაწმენდას ცდილობენ. მარიამ გაფრინდაშვილი, ჩვენი ჟურნალისტი, შეხვდა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს. მარიამ, უფრო კონკრეტულად რა ხდება გზებზე და სად არის ყველაზე რთული ვითარება? ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარება კვლავ რჩება გუდაური კობის გზის მონაკვეთზე. აქ აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე ვერ იწყება გზის გაწმენდით სამუშაოები, არის ზვავსაშიშის ზონა, ასევე თოვლის საფარმა მიაღწია 2 მეტრს და შესაბამისი ტექნიკა ადგილზე ვერ მუშაობს. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სულ ცოტა ხანში დაიწყება გზის გაწმენდით სამუშაოები ფასანაური მლეთის გზის მონაკვეთზე, რადგან აქ ზვავსაშიშოების საფრთხე უკვე მოხსნილია. ასევე აკრძალვებია დაწესებული ნინოწმინდა სომხეთის დამაკავშირებელ გზაზე. აქ რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად გზის გაწმენდა დაწყებულია, თუმცა ავტომობილების მოძრაობა კვლავ აკრძალულია. აკრძალვები რჩება ასევე მესტიის მიმართულებით. ლეთამდე უკვე ფასანაურიდან დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში უკვე რამდენიმე საათში ლეთამდე აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ჩვენ ველოდებით დღის განმავლობაში ასევე ლეთიდან გუდაურამდე ზვავსაშიშროების მოხსნას. რთული სიტუაცია რჩება ჯერჯერობით გუდაურიდან კობის მიმართულებამდე. ეს უკვე არის საავტომობილო მონაკვეთი, ნინოწმინდა, საიდანაც ყველა მგზავრები გამოყვანილია აბსოლუტურად. დარჩენილი მხოლოდ რამდენიმე მანქანა, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს აღარ ემუქრება. მაგრამ აქაც ჯერჯერობით შენარჩუნებულია რთული მეტეოროლოგიური პირობები, არის ძლიერი ქარბუქები და მოძრაობა ნინოწმინდა სომხეთის საზღვარი და ნინოწმინდა ფარავანი ჯერჯერობით არის შეზღუდული. მეგზავების განცხადებით ისინი ყველა რთულ მონაკვეთზე სამუშაოებს დაიწყებენ მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდება, თუმცა სინოპტიკოსების პროგნოზი მომდევნო 2 დღის მანძილზე დამაიმედებელი არ არის. ისინი ამბობენ, რომ თოვა გაგრძელდება 9 იანვრამდე, თუმცა 10 იანვრიდან თოვა შეწყდება და ყინვები დაიწყება. დღეს და ხვალ თოვლი გაგრძელდება, როგორც მაღალმთიან რაიონებში, ასევე მთაშიდაც და დაბლობში ნალექი სახით გვექნება, რომელიც ღამის საათებში გადავა თოვლში და უკვე 10 რიცხვიდან ინტენსივობა ნალექის მოიკლებს, მაგრამ ყინვები მაინც ძალაში გრჩება. გზების დეპარტამენტში ელოდებიან ამინდის გაუმჯობესებას და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ რთულ მონაკვეთებზე გზის გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის გზების დეპარტამენტის ყველა შესაბამის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მადლობა მარიამ გაფრინდაშვილმა გაგვაცნო ვითარებას.